მოგესალმებით კიდევ ერთხელ მე მაყურებელს ერთობაზე მგონი ოპოზიციის ის დანარჩენი სპექტრი რომელიც მაგალითად რაღაც დეკლარაციის ხელმოსაწერად ემზადება ისინიც არ საუბრობენ სტრუქტურულ ერთობაზე თუ ისინი საუბრობენ და მზად არიან ამისთვის ამას დრო აჩვენებს თუმცა მე ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს ისინი არ აპირებენ ან გაერთიანებას ან სტრუქტურულ ერთობას ამ ჩვენ განცხადება ამას არ ეხება ჩვენ განცხადება არის ზოგადი გადაწყვეტილება რომელიც უახლოესი პერიოდის თვეების შეიძლება 1 წლის სტრატეგიაც იყოს რომელსაც ლელო ეყრდნობა ამ 13 წლის განმავლობაში ლელო ჩვენ ხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რომ წაშალოს საერთოდ მათ შორის მრავალფეროვნება ალტერნატიულობა და ყველა ერთ კალათაში მოაქციოს ბიძინა ივანიშვილმა ყველა დააკავშიროს მათ შორის წარსულ ხელისუფლებასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ამით სცადოს, რომ ყველა ერთია, ერთი სახელი, ერთი გვარი ქვია, ერთი იდეები აქვს და ასე შემდეგ. რაც ჭირდება ივანიშვილს, სინამდვილეში ჩვენ ამის საწინააღმდეგო უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, იმიტომ რომ ივანიშვილს ჭირდება ის, რომ ამით ერთი გაანადგუროს ოპოზიცია, განგვდევნოს ჩვენ პოლიტიკური პროცესიდან და წაშალოს მათ შორის მრავალფეროვნების და ალტერნატიულობის ზღვარი და შესაძლებლობა ამ მომრჩევლისთვის, რომელსაც მაგალითად შეიძლება არ მოსწონს ლელო, მაგრამ მოსწონს სხვა პარტია უფრო მეტად მისაღებია, ან არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და ლელო მისაღებია ამ ხელოვნური მექანიკური ჯამებით და ერთ რაღაც სუბიექტად ქცევით დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავაბრკოლოთ, მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. ამის პარალელურად ივანიშვილის გზაც და მიზანიც ნათელია, რომ მას აქვს პირველ რიგში სურვილი რაღაც ერთიანად წარმოგვაჩნდეს. 13 წელი ამას აკეთებს. გუშინაც ამას აკეთებდა და 12 წლის წინაც ყოველთვის ამას აკეთებდა. მე რომელიც მაგალითად 17 წლის ვიყავი სტუდენტი, პირველ კურსელი სტუდენტი, 2012 წელს და ქუჩაში ვიდექი დიდ სტუდენტურ აქციებზე ხელისუფლების წინააღმდეგ მეც კი ნაციონალურ მოძრაობას მეძახის და მადარებს და ასე შემდეგ. თუმცა აქ ამოსავალი მაინც ალბათ უნდა იყოს ის არა რა სიტყვის ქართული ოცნება, არამედ რა უფრო ეფექტური იქნება. ანუ ცალსალკე თუ ერთიანი და გაერთიანებული ძალებით ბრძოლით შედეგამდე. ირაკლი, აი ზურაბ ჯაფარიძეს უსმენდი გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომელმაც ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე და ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას რამდენიმე საინტერესო აქცენტი დასვა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის კი არსებობს კარგი კოორდინაცია, მაგრამ დიდი განსხვავება კოორდინაციასა და ერთ გუნდად შეკვრას შორის, რომ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა და საფუძველი მისი აზრით არის არა კოორდინაცია, არამედ სწორედ ერთ გუნდად შეკვრა, ერთ ნავში უნდა ჩავსხდეთ და ერთად მოусვათ ნიჩბებიო, ასე ფიქრობს ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ხას უსვამს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. აი თქვენი აზრით რა უნდა თვითონ ხალხს, ანუ თუ აქვს ლელოს ჩატარებული ერთგვარი კვლევა, არ ვიცი, გამოკითხვა რა არის თვითონ საზოგადოების დაკვეთა და აქვე თქვენ ერთხელ უკვე სცადეთ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად ცურვა ქართული ოცნების წინააღმდეგ, როდესაც მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილება და საბოლოოდ ეს ბევრი პოლიტიკოსის თუ არა პოლიტიკოსის მხრიდან შეფაცდა როგორც პოლიტიკური შეცდომა. აი ხომ არ გამოდის ისე რომ მეორედ შედიხართ იმ ტალღაში, რასაც ქვია, ესე ვთქვათ, ტალახის ტალღა თქვენს წინააღმდეგ. ტალახის ტალღების არ გვეშინია, ქართული ოცნება ბევრი წელია ამას აკეთებს ლელოს წინააღმდეგ, 6 წელია რაც პარტია არსებობს და მათ შორის ადამიანები, რომლებიც დღეს ლელოში ვართ, მანამდე ვიყავით სამოქალაქო აქტივისტები და ქართული ოცნების წინააღმდეგ ვიბრძოდით და 13 წელი მე მაგალითად ოპოზიციაში ვარ. 13 წელი რაც ქართული ოცნება არსებობს, მას შემდეგ ოპოზიციაში ვარ მეც და ძალიან ბევრი ჩემი თანაპარტიელი და თანამებრძოლი. რაც შეეხება ზურა ჯაფარიძის ეთერს მეც უყურე და ზურა საუბრობდა მათ შორის უნდობლობაზე და ნდობის დეფიციტზე ოპოზიციაში. ეს პრობლემაზე თქვენი მხრიდან. არა მხოლოდ ჩვენი, მგონი ზოგადადაც ეს არსებული განცდა, რომელმაც აჩვენა, რომ წარსულ გამოცდილებებში, როცა რაიმე ტიპის ესეთ დოკუმენტებს, მემორანდუმებს თუ დეკლარაციებს აწერს ოპოზიცია ხელს ერთობლივად, შემდეგ პრინციპებია იქ არანაირ ერთობაზე არაფერი არ წერია, შემდეგ ჩნდება არასწორი მოლოდინები. არასწორი მოლოდინები ოპოზიციის მიმართ, რომ აი ხომ მოაწერეთ ხელი რაღაცას
და ახლა მიდით გადადით ქმედებაზე. რა შეიძლება იყოს ის ქმედება, ოქროს გასაღები, რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ან ცვლილებები მოიტანოს სწრაფი და ეფექტური, ეს არ არსებობს. ამიტომ არასწორი მოლოდინების შექმნაც ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს უნდა გვესმოდეს. ხშირ შემთხვევაში არასწორი მოლოდინების შექმნა ბევრად უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს, ვიდრე ის არსებული ვითარება, რაც ჩვენ ვიმყოფებით და ვამბობთ მარტივად, რომ ბრძოლა გრძელდება წინააღმდეგობაში ვიმყოფებით. ლელო არის ასაკრძალ პარტიათა სიაში ქართული ოცნების მხრიდან. ჩემ პარტიის ლიდერები არიან სისხლისამართლებრივი დევნის ქვეშ. ყავს პოლიტიკური პატიმრები, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ალიკო ელისაშვილი, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტიპის кейსია, ის პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც არ აძლევენ შესაძლებლობას ამდენ ხნის განმავლობაში არც ოჯახის წევრებთან შეხვედრის, არც ზარის განხორციელების, არის საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში გამოკეტილი ალიკო ელისაშვილი და გუშინ მისმა ადვოკატებმა სპეციალურ ბრიფინგზე ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამ ვითარებაში ფაქტია, რომ ჩვენ ვიმყოფებით ტოტალურ წინააღმდეგობაში ქართულ ოცნებასთან. კი, სოციოლოგიურ კვლევებს ვატარებთ და მათ შორის პირველ რიგში აზრს ვეკითხებით ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს, იმიტომ რომ ჩვენი ამ პარტიების მხარდამჭერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. წინაც, მაგრამ საბოლოოდ არ დადგა ის შედეგები ადგილობრივ არჩევნებზე, რასაც ლელო ჩვენ ამას არ ვამბობდით, ჩვენ ვამბობდით ლელა იმას, რომ თუ ოპოზიციური პარტიები გაბედავდნენ და გარისკავდნენ ერთად ბრძოლას და ერთად წინააღმდეგობას თვითმმართველობის არჩევნებზე, ხოლო დღეს კალაძე არ იქნებოდა მერი, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შევიდოდა ერთობლივ ბრძოლაში და ჩვენ ვამბობდით ერთობის ძალიან სწორ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმულას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როცა რაღაც შეთავაზება დგება, ეს შეთავაზება უნდა იყოს ქმედითი, რაღაც შედეგზე ორიენტირებული. ეს დეკლარაცია, რომელზე ხელმოწერაზეც ახლა მაგალითად მე და თქვენ ვსაუბრობთ, იცით შინაარსი? ხო, ნუ ჯერ არ არის აი, უცნაური ეს არის, რომ მედიაში ვსაუბრობთ რაღაც ტიპის დეკლარაციაზე თუ მემორანდუმზე. რა წერია, იქ არავინ არ იცის. მე თქვა, რომ გაკეთდება საჯარო პრეზენტაცია. გავიგე, მაგრამ აი წინასწარ როცა ვსაუბრობთ, ამაზე ამიტომ უცნაური, რომ მე მიჭირს ანა ერთობაზე იქ არ არის საუბარი. ის 8 პარტია მოაწერს თუ არა ხელს, არანაირ ერთობას ეს არ ნიშნავს. ეს რამდენიმე ღირებულ პუნქტზე ხელმოწერას ერთ-ერთი პუნქტი შემიძლია ვთქვა თავდაუსხმელობა. მე შეგახსენებთ, რომ არ ყოველგვარი ხელმოწერის და დეკლარაციის გარეშე ლელო ამას აკეთებს წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაიხსენეთ ახლა რამდენიმე თვის წინანდელი პოლიტიკური პროცესი, თავს რო გვესხმოდა, ტალახი რო გვესროლა ლამის ნახევარზე მეტმა ოპოზიციამ, ამის პარალელურად ჩვენ გქონდა ძალიან ერთი მკაფიო მესიჯი. ჩვენ ოპოზიცია არ გავხდებით და ბრალდებებს ოპოზიციის შიგნით და იარლიყებს არ ვუპასუხებთ. ამიტომ ხელმოწერა მათაც არ უნდა ჭირდებოდეთ მსგავს ელემენტარულ პრიმიტიულ პრინციპებში, რაც არის ერთ მხარეს ოპოზიციას შორის სტაბილურობის, მშვიდობის პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას და მეორე მხარეს თუ ვინმე აწყობს დაპირისპირება ესეთი რაღაც გადაძახილი და სხვის ღობის მიღმა გადაგდებული კენჭები და ლოდები ეს აწყობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ტალახის და რაღაცა თავდასხმების კონტექსტში ჩაგეკითხებით და ამავე დროს შევეხებით ნდობის ნაკლებობის პრობლემას, რაზეც გუშინდელ ეთერში ზურაბ ჯაფარიძემაც გაამახვილა ყურადღება. მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი პარტიის ლიდერებს, ასე ვთქვათ, უჭირთ გარკვეული ფაქტორების გადახარშვა, მაგალითად ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რომ მივიდეთ, დავიწყება იმის, რომ აი ამ არჩევნების წინ, არჩევნებში შესulis გაწყვეტილების გამო გეძახდნენ მოღალატეებს და აი ახლა ვითომც არაფერი ისევ ამ ადამიანებთან ერთ სამუშაო სივრცეში, ერთ სამუშაო მაგიდასთან დაჯდომაზეა საუბარი, ხო? არის თუ არა ეს ასე? აქვს თუ არა ლელოს დაკარგული ნდობა სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ და თუ კი ეს ასეა, ვთქვათ, არ იყო დარჩენილი არანაირი რესურსი, რომ ამ ნდობის გამოსწორებაზე გეფიქრათ, თუნდაც უბრალოდ ხელმომწერი გამხდარიყავით აი იმ შეთანხმების რის პრეზენტაციასაც 7 ოპოზიციური ძალის მხრიდან მალე ელოდება საზოგადოება. 7 თუ 8? ხო, როგორც ითქვა საბოლოო ჯამში ნაციონალურ მოძრაობა გაემიჯნა, ასე ვთქვათ, დარჩა ამ პროცესის მიღმა, ამიტომ ჯამში მაინც 7 გამოდის. კი ბატონო, ჩვენს მარტივი მოცემულობა თუ იარსებებს ოდესმე რაიმე ტიპის ქმედითი შემოთავაზება, რომელიც ორიენტირებული იქნება შედეგზე, ჩვენ დავფიქრდებით და ვიმსჯელებთ, მაგრამ არანაირი ქმედითი შეთავაზება არ არსებობს დღის წესრიგში. აი როგორც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პოლიტიკური თოქ-შოუებისა მთელ საქართველოში. რა შეთავაზებაზე ვამბობს? ანუ ვინმე მიცით?
არ არსებობს არანაირი ქმედით შეთავაზება. არაფერი არ არსებობს. რა თქმა უნდა, დობის კრიზისი არის, ოღონდ ეს დობის კრიზისი არა მხოლოდ წარსულ ურთიერთობებს ეხება, რომ ვიღაცამ რაღაცა ბრალი წაუყენა მეორე მხარეს, არამედ ეხება უშედეგობას, არაქმედით შეთავაზებებს. აი შეთანხმება, რომ ჩვენ ერთად ვართ და გვქვია რაღაც წინააღმდეგობის მოძრაობა. და რა წინააღმდეგობის მოძრაობა რო გვქვია? იმის მიღმა რამე ქმედითის დაგეგმარების შესაძლებლობა გააქვს, პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა გააქვს რესურსი იმისა, რომ რეალურ წინააღმდეგობაში იყო. ამაზე პასუხები არ არსებობს. ასევე მაგალითად მე დავსვამ შეკითხვას, ასევე რიტორიკულად სინამდვილეში ქართულ ქარტიას ხელი ხო მოვაწერეთ. სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ქართული ქარტია იყო ბოლო წლების განმავლობაში და შეიძლება 10 წლეულების განმავლობაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც ჩაშლილი იყო არა მხოლოდ ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია და წინააღმდეგობის სტრატეგია, არამედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა როგორ უნდა მომხდარიყო. ვინმე გადააგდო ეს ქართული ქარტია? აღარ არსებობს. განაწერეს ხელი, რაღაც ჯვარი აიყარეს ამ ქარტიასთან და ამ დოკუმენტთან მიმართებაში. მასზე უფრო მნიშვნელოვანი ეს დეკლარაცია, რასაც ისინი საუბრობენ. საერთოდ არის 3 პუნქტია მხოლოდ შემოთავაზებული, თავდაუცხრელობა და ასე შემდეგ. რასაც ისევ და ისევ მოუწოდებ, მათ და ვეუბნებით, ყოველგვარი პირობის და ხელმოწერის გარშე თავდაუცხრელობის პრინციპი უნდა დაიცვან ოპოზიციაში. თუ არ უნდათ რომ ამით ბიძინა ივანიშვილმა იხეიროს. ამიტომ ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია, რომ ვითარდებით დამოუკიდებლად, კი ნდობის დეფიციტი არსებობს, მაგრამ ამ ნდობის დეფიციტის აღმოფხვრაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რომ არ მოხდეს წარსული ხელშეკრულებების, წარსული ქართული ქარტიის თუ ასე შემდეგ მივიწყება და ახლის მოფიქრება, რომელსაც რაიმე უკეთესი რო კონდეს, კი ბატონო, დავფიქრდებოდ, მაგრამ არ არის ესეთი უკეთესი შეთავაზებები. ამიტომ ჩვენ განვითარდებით დამოუკიდებლად, შევთავაზებთ ალტერნატივას ქართულ საზოგადოებას, რომელსაც სჭირდება ამ ალტერნატივის ნახვა და მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ ამ პოლიტიკურ სტრატეგიასთან თავს. ხო, აი ზუსტად ამაზე ვისაუბროთ ახლა კონკრეტულად რა გეგმები აქვს ლელოს დამოუკიდებლად აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ეს გავიგეთ, თუმცა ეს დამოუკიდებელი გეგმა კონკრეტულად რა ნაბიჯებს მოიცავს. დაელოდებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ცალკე აღებული ლელო ახლა უკვე იქ შევა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში თუ ხო აი კონკრეტულად რა არის ის რის გაკეთებასაც აპირებთ და თუ კი არჩევნებს ელოდებით და ლელო ზოგადად არის ის პარტია და თქვენ ეს ბევრჯერ გითქვამთ, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, მაშინ აქვე გულწრფელად თავად თუ გჯერათ და თავად თუ გაქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებში მხოლოდ ლელო შეძლებს ქართული ოცნების ოპოზიციაში გადასვლას. არა, არასდროს არ გქონია ეს მოლოდინი და არც არასდროს არ გვითქვამს. არასოდეს არ გვითქვამს. არ არსებობს ინტერვიუ არც ერთი ჩემი პოლიტიკური თანამებრძოლის, რომელსაც ოდესმე ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ ლელოს შეუძლია ქართული ოცნების დამარცხება. მხოლოდ ლელოს. არ არსებობს ესეთი. ვერი არსებობს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქართული ოცნების დამარცხება შეუძლია მრავალ ფეროვნებას, ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეთანხმდებიან ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე. ბრძოლის საერთო სტრატეგია არის, რომ არც ერთ ველზე ქართული ოცნება არ უნდა დავტოვოთ მარტო. ის უნდა შევავიწროოთ ყველგან. იქნება ეს მუნიციპალური არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, რიგარეშე, მორიგი არჩევნები თუ ასე შემდეგ. არსად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას, რომ განდევნოს პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ პოლიტიკიდან და ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციამ ეს შეცდომები დაუშვა. საკუთარი თავი, საკუთარი მხარდამჭერები განდევნა პოლიტიკური ველიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვეძახიან დებატებში სახელმწიფო არხებზე ქართული ოცნება და ამის არგუმენტად იყენებენ იმას, რომ ჩვენ ვართ ასაკრძალი პარტია, დამნაშავეები და ჩვენთან დებატებზე არ დასხდებიან. მე ვფიქრობ, რომ ეშინიათ, თუმცა ვამბობთ, რომ პოლიტიკური დებატები და ამ დებატებში მათი განადგურება სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ იმ ველზე, სადაც არასდროს მე ბოლოს იმედის სტუმარი ვიყავი 2014 თუ 15 წელს, როგორც სამოქალაქო აქტივისტი. 2015 თუ 16 წელს ახალგაზრდა ბიჭი, დღეს 31 წლის ვარ, ანუ თქვი 10 წლის წინანდელ ამბავს.
ბოლოს ვიყავი 10-11 წლის წინ იმედზე სტუმრად. როგორც სამოქალაქო აქტივისტი და მაშინაც ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი. მაგრამ მაშინ სხვა მდგომარეობა ქონდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი ესეთი შეშლილი და ჩაკეტილი არ იყო არც ქართული ოცნება და არც ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ ჩვენ არანაირი წვდომა არ გქონია. არანაირი წვდომა არ გქონია. ბოლო პერიოდში მაგალითად ამ მუნიციპალურ არჩევნებზე მათ სარეკლამო დროის კომერციული ფასი დაახლოებით 8,000 თუ არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით პროპორცია ეგრე იყო 8,000 ლარიდან გაზარდეს 40,000 ლარამდე. დაახლოებით. რატომ? იმიტომ რომ ვერანაირი პოლიტიკური რეკლამა ვერ მიგეტანა ტელევიზია, ტელეკომპანია იმედში და რუსთავი ორიზე. რატომ? იმიტომ რომ მათ ეშინიათ ჩვენი სახის ჩვენებაც კი, ჩვენი გზავნილების გატანაც კი მათ საინფორმაციო სივრცეში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ გვეძახიან და ვეუბნებით და ვთავაზობთ, რომ მზად ვართ ისინი გავანადგუროთ და გავასწოროთ დებატებში, იმიტომ რომ მათ არაფერი არ აქვთ, არც თავის გასამართლებელი, არც სიმართლე არ დგას მათ მხარეს, არც საქართველო არ არის მათ მხარეს. საერთოდ არანაირი არც ეროვნული ინტერესი, არც ეკლესია და სარწმუნოება არ არის, არც ოჯახი და არც სიწმინდე, რასაც ისინი იბრალებენ, არაფერი მათ არ უკავშირდებათ. ირაკლი, პროტესტის კონტექსტშიც კითხავთ თან, რადგან გეგმებზე ვსაუბრობთ, თქვენი გადაწყვეტილება ბრძოლის დამოუკიდებლად გაგრძელების თაობაზე. არ ვიცი, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეხსნებით ქუჩასაც და ქუჩის წინააღმდეგობასაც, ანუ იქნებით თუ აღარ იქნებით აქციებზე წარმოდგენილი, ეს რო გითხრათ, მაგალითად აი შაბათის მარშები იმართება, ხო, აქტიურად ყოველ შაბათ დღეს. ამ თვალსაზრისით თუ არის კონკრეტული ცვლილებები თქვენს პოლიტიკურ გეგმებში. დიახ. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელზეც პოლიცსაბჭომ იმსჯელა, კენჭი უყარა და გადაწყვეტილება ერთხმად, სრულყოფილად, პოლიცსაბჭოს ყველა წევრის მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი, გულისხმობს არა იზოლაციას, არამედ გულისხმობს დამოუკიდებელ სუბიექტად, დამოუკიდებელი პოლიტიკური სტრატეგიით ბრძოლის გაგრძელებას, რაც გულისხმობს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას. ერთი არის საპროტესტო პროცესი და საპროტესტო წინააღმდეგობა და მეორე არის ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არასდროს არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ეს არის პოლიტპატიმრების თავისუფლება. ამ საკითხების მოხსნამ გაბლარა რეალური მიზანი, რასაც ჩვენ დღეს აღარ გვესმის. როდის გესმით თქვენ ამ სტუმრებისგან, რომლებიც თქვენთან მოდიან, ზუსტი აქცენტირება, ჯიუტი აქცენტი, დღეს ვლაპარაკობთ ყველაფერზე, ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვიდან დაწყებული უნივერსიტეტებზე, გპ-ზე, თსუ-ზე, სოხუმის უნივერსიტეტზე, ორი ძირითადი მოთხოვნა აღარ ისმის ხშირად. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ საპროტესტო მუხტის გაძლიერება, ახალი საპარლამენტო არჩევნები პლუს რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების თავისუფლება. ეს არის ძირითადად საპროტესტო მუხტს და პროცესს რაც შეეხება, ჩვენი წევრების და ლიდერების საკმაო ნაწილი აქტიურად არის წარმოდგენილი საპროტესტო პროცესში. გასაგებია, ირაკლი, ვიდრე სხვა, ასე ვთქვათ, აქტუალურ საკითხებზე გითხავდეთ, კიდევ ერთი ინფორმაციის შესახებ უნდა დაგისვათ კითხვა, ინფორმაციის, რომელიც, ასე ვთქვათ, კულუარულად გამოვიდა თქვენს პარტიასთან დაკავშირებით მედიაში და გულისხმობს იმას, რომ ლელო ემზადება სერიოზული რეორგანიზაციისთვის. ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე პარტიაში და პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება, ისე როგორც პოლიტიკიდან წასასვლელად ემზადება გავრცელებული ინფორმაციით და არაოფიციალური ცნობებით ბადრი ჯაფარიძე. რა იცით ხაზარაძის და ჯაფარიძის გეგმების შესახებ, მართლაც ხომ არ ფიქრობენ, რომ ამოწურეს პოლიტიკაში საკუთარი თავი და შესაბამისად ემზადება თუ არა ლელო რეორგანიზაციისთვის, დგახართ თუ არა აი ამ მოცემულობის წინაშე? პირველი ინფორმაცია და პირველი პოზიცია, რომ პარტიაში მიდის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ოღონდ ეს არის პოზიტიური ცვლილებები, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ფლანგს, მათ შორის ვესაუბრებით ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი და პოლიტიკური პარტია ლელო გავაძლიეროთ ახალი პოლიტიკური სახეებით, სამოქალაქო პირების, საექსპერტო ჯგუფების თუ ასე შემდეგ მხრიდან. თავის მხრივ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, ტოტალურ წინააღმდეგობას, მათ შორის რეგიონებში და მათ შორის თბილისში. გვექნება შესაძლებელია რიგი პოზიტიური ცვლილებებიც, ახალი ადამიანების შემომატებაც, მენეჯმენტში და ლიდერშიპში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
მამუკაც და ბადრიც აქტიურად არიან ყოველდღიურად ჩართული პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. გუშინ მაგალითად ბადრი ჯაფარიძე შეხვდა EUTOS ძალიან მნიშვნელოვან კომისიას, ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის კომისიას, რომელიც ჩამოსულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სავარაუდო ქიმიური მოწამვლის თუ სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების ფაქტების დასადგენად და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებოდა გუშინ ამ შეხვედრაზე. ადამიანები, რომლებიც თქვათ, შეიძლება ფიქრობდნენ რაიმე გადაწყვეტილებას, ისინი არ დადიან ესეთ რანგის შეხვედრებზე. არა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას აგრძელებს თითოეული ჩვენი თანამებრძოლი და განსაკუთრებულად პარტიის ლიდერები, რომლებზეც არის სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ არასდროს უკან არ დაუხევიათ. მე მგონია რომ ის თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადება, მგონია რომ ის იქნება მათ შორის ჩვენთან ძალიან მალე. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ უბრალოდ უნდა ავირჩიოთ სწორი სტრატეგია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და არ დაასუსტებს ოპოზიციას. ოპოზიცია დღეს საჭიროებს მედგონიერებას, სტრატეგიულ გადააზრებას და იმ ტოტალურ წინააღმდეგობას, რომელიც მიგვიყვანს შედეგამდე. კეთილი ირაკლი, რადგან EUTOS მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ექსპერტული მისია ახსენეს და მისიასთან შეხვედრა აქვე ჩაგეკითხებით, ხო, რამდენიმე დღეა ეს მისია საქართველოში იმყოფება, შეხვდა მათ შორის სახალხო დამცველს, შეხვდა ცალკეული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. დიდია ბუნებრივია ინტერესი ამ ექსპერტთა ჯგუფის მიმართ, ამიტომ იქნებ გითხრათ კონკრეტულად რა ფაქტების შესწავლით არის დაინტერესებული EUTOS მოსკოვის მექანიზმი ექსპერტები, ექსპერტული მისია და რა იყო თქვათ ის კითხვები, რაც მათგან მოისმინა თქვენმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე იყო შეხვედრაზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რამდენიმე საათი გავიდა ალბათ, ხო, ამ შეხვედრის შემდეგ და მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ იქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, სამართლებრივ რეპრესიულ კანონმდებლობაზე, რომელიც ცდილობს რომ მოგუდოს სამოქალაქო პროტესტი, თავის მხრივ ზეწოლა, შეზღუდვები მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე, არასამთავრობო სექტორზე, საუბარი იმაზე, რომ ბიზნესის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაერთი ორკესტრირებული შეტევა და ყველა იმ დანაშაულზე, რომელსაც ქართული ოცნება ჩადის, დანაშაული პოლიტიკური შეფასება, თუმცა სამართლებრივად ამას ქვია რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, რაზეც მათთან იყო ამის შესახებ საუბარი, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების სია, დანაშაულებები, რაც მათ მიმართ განახორციელა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებზე დევნის საქმე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმე, რომელშიც ლელო ასაკრძალთა სიაშია და დღემდე მათი მთავარი არგუმენტი, ქართული ოცნების მთავარი არგუმენტი ჩვენს წინააღმდეგ არის ის, რომ ჩვენ არ შევედით საქართველოს პარლამენტში, არ მივანიჭეთ ლეგიტიმაცია დე იურე სტატუსი ქართულ ოცნებას და ჩვენ ამ წინააღმდეგობაში ვრჩებით, არანაირი უკანდახევა ამ მიმართულებით არ განიხილება. კეთილი, რამდენიმე აქტუალურ საკითხს მოვასწრებ კიდევ ვფიქრობ კითხვის დასმა, მათ შორის მართლაც ცხელი თემებით იყო დახუნძრული მიმდინარე კვირა, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოვეხმაურებით რამდენიმე აქტუალურ საკითხს, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაც არის შეფასების საგანი და გავახსენოთ მაყურებლებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პატიმრობიდან 9 თვის შემდეგ ის თავისუფალია. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე აღიარა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი და საპროცესო შეთანხმების ფარგლებში დაიკისრა 50,000 ლარიანი გირაო და 1 წლიანი პირობითი სასჯელი. რას გეუბნებათ ბაჩიაშვილის ისტორიას? ხო, შორის გია ხუხაშვილი იყო გუშინ ჩვენი სტუმარი საღამოს, რომლის შეფასებაა, რომ ბაჩიაშვილის საქმე არის ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიანი ისტორია. აი, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შეფასდეს მთელი ის გარემოებები, რასაც ბაჩიაშვილთან მიმართებაში ქონდა ადგილი, იქნება ეს მისი დაკავების გარემოება და ვიცით, რომ უცხო ქვეყანაში ჩატარდა, ხო, მისი აყვანის სპეცოპერაცია, შემდეგ საქართველოში ჩამოყვანა თუ აი 11 წლიანი პატიმრობის მისჯის მერე უკვე მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მე გულწრფელად გეტყვით, რომ სევდებისთვის და დრამებისთვის არ გვცალია, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა და დასკვნა, რაც აჩვენა ბაჩიაშვილის საქმე, ეს არის ის, რომ ივანიშვილი იძულებით ძალადობრივად ანადგურებს და მართავს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. მათ შორის თავის ძალადობრივ კრიმინალურ პროცესში ჩართული ყავს სასამართლო პროკურატურა, იმიტომ რომ
ამ ვითარებაში ხედავთ, რომ გაიტაცეს ერთი ქვეყნიდან ადამიანი, ჩამოიყვანეს ქვეყანაში, ჩასვეს სამარტო ციხეში, მიუსაჯეს სრულიად რაღაცა გაუგებარი მოცემულობებით ბრალი წარუდგინეს, შემდეგ თურმე შესაძლებელი იყო, რომ მას ის წასულიყო შეთანხმებაზე და 50,000 ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გამოსულიყო. ანუ ეს ხო შეთანხმების საგანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არავის და მე არ დამავიწყდება, რომ ბაჩიაშვილის მძღოლი, რომელმაც საზღვრის კვეთის პროცესის თუ რაღაცა საზღვრის კვეთის ეპიზოდში დაკავებულია და დღემდე ზის 4 წლითა და 6 თვით. ლელა. ანუ ადამიანი, რომელსაც ბრალი ქონდა წაყენებული ასეულობით მილიონი დოლარის მითვისებაზე თუ ასე შემდეგ, გათავისუფლდა და მე მგონია, რომ ეს თავის მხრივ რაღაც გამოგონილი ბრალი იყო, იმიტომ რომ ბაჩიაშვილი თავად ცდილობდა პოლიტიკურ აქტივობას, მე მას ვხედავდი რუსთაველის გამზირზე ძალიან ხშირად და ივანიშვილს ჰქონდა თავისი შიშები ბაჩიაშვილთან მიმართებაში და იმ რესურსთან მიმართებაში, რომელიც ბაჩიაშვილს გააჩნდა და ჰქონდა. თუმცა ვხედავ, რომ ერთი მოხდა რაღაც ტიპის შეთანხმება, გარიგება და მეორეს მხრივ ხედავ ერთ საბრალო ადამიანს, რომელიც საზღვარს კვეთდა და ის ჯერ კიდევ ციხეში ზის. ანუ სამართლებრივად რო შევხედოთ ამ ამბავს, ჩემს სრულიად გაუგონარია და თუ შეიძლება რომ რაღაც ტიპის ზიანის ანაზღაურების პირობებში მოხდეს საპროცესო შეთანხმებები, რატომ ვერ მოხერხდა მაგალითად ზიანის ანაზღაურების პირობებში 400 ლარიანი ჯებირის გამო, რომ საპატიმროში და ციხეში სხედან ახალგაზრდა ბიჭები. 400 ლარის ზიანის გამო. 400 ლარის ზიანის გამო წლობით გაუშვეს ადამიანები ციხეში. ამას ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური სამართალი ივანიშვილის მოღრეცილი და ძალადობრივი ტვინის მხრიდან. კეთილი და ბოლო კითხვა ირაკლი ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით იცით რომ ის რამდენიმე დღის წინ 2-3 დღის წინ გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, რის შემდეგაც უბრალოდ მეორე დღეს უკვე ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა, თუმცა თავად ამბობს რომ საქართველოს და სამუშაო ვიზიტით არის გასული, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი და მალე დაბრუნდება. მანამდე დავითაშვილი, როგორც უკვე აღნიშნა, იმყოფებოდა სუსში, სადაც ნავთობის და გაზის კორპორაციის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი ჩიქოვანთან ერთად გამოიკითხა სუსის ინფორმაციით გამოკითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა. როგორ გონიათ, რატომ დაიწყეს საგამოძიებო ორგანოებმა საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა და მეორე მხრივ, ვიცი, რა ბედიელის თქვენი აზრით უშუალოდ ლევან დავითაშვილს თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ყოფილი კოლეგები სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფებიან. მე არ მჯერა, რომ დავითაშვილი არის ბრალდებული მხოლოდ ამ საკითხში. მე არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ 6 მილიონი აქვს სადავო მოპარული. მე არ მჯერა მაგალითად ქარსელაძის кейსის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც სუსში დაიბარეს და შემდეგ მიივიწყეს რაღაცაზე გარიგდნენ. ხო, იქაც ხო ბრალდებები იყო. სად წავიდა აზარაშვილის საქმე თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრი, რომლის წინააღმდეგაც ასევე მძიმე ბრალდებები იყო წაყენებული. ეს არის პოლიტიკური манипуляция და პოლიტიკური შიდა პარტიული დევნის შესაძლებლობა ივანიშვილისთვის, რომელიც ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს და მათ შორის ქეშად მოატანინოს ის ნაძარცვი თანხები, რომელიც ისევ შიდა კორუფციაში უნდა ჩაერთოს და მათ შორის პოლიტიკური ძალადობის ფორმა უნდა მიიღოს ამ ყველაფერმა, რაც ივანიშვილი აკეთებს. სად არის რიჟვაძის წინააღმდეგ ის ბრალდებები, რომელიც მას წაუყენეს, ან თავის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ან ესროლეს და სად არის ეს ბრალდებები? არც ერთი ეს პროცესი ბოლომდე არ მიყვანილა. ვერც ვერასდროს ვერ მივა ამ სასამართლო პირობებში, სადაც მურუსიძე, სანდრო გირგულიანის მოსამართლე დღეს ზის და თითქოს და სამართალს განკარგავს და თემიდას ახვეულ თვალებს სინამდვილეში აი ასე ახვეული თვალებიდან იყურება. მურუსიძე ვერ იქნება სამართლის და სასამართლოს შემოქმედი. ის არის შემსრულებელი, ჯერ იყო სააკაშვილის შემსრულებელი და ეხლა არის ივანიშვილის შემსრულებელი.